მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო. მე მინდა გავაგრძელო ჩემი დაწყებული ის წინა კვირის მასალა, რომელიც გვაძლევს ცოდნას იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს კოსმოსი. ესე იგი, რასაკვირველია ახლა ჩვენ თვითონ კარგად უნდა გავერკვეთ იმ საკითხში, რომ ცხოვრობთ კოსმოსში. ეს ადამიანმა უნდა შეიგნოს მაღალ დონეზე. კოსმიური სამყარო არ არის ისეთი სამყარო, სადაც მოწესრიგებულია ყველაფერი. ესე იგი, კოსმიურ სამყაროში ვინაიდან კოსმიურ სამყაროში არსებული არის დაბალი პროგრამის მოქმედებები, ეს დაბალი პროგრამის მოქმედებები წარმოადგენს არასულიერ სამყაროს განვითარების პროცესებს, არამედ კოსმიური განვითარების პროცესებს. ჩვენ წინა ლექციაზე ვილაპარაკეთ ის ამბავი, რომ კოსმიური ელემენტი ფაქტიურად ყველაზე მთავარი ელემენტი, რომელიც შუმერულ, ასე ვთქვათ, ეპოქაში უწოდებდნენ ქაოსს, ანუ ისე რომ ვთქვათ, კიდევ გავაგრძელოთ ის საუბარი თიამატს. თიამატი არის ფაქტიურად კოსმიური სიმბოლური წყლების დამახასიათებელი მდედრულ-მამრული თვისება. თიამატი და აბზუ. აბზუ არის მამრული, თიამატი არის მდედრული. რაკი აბზუ არის მამრული საწყისი, მამრულ საწყისს აქვს ერთადერთი უპირატესობა ის, რომ ის არის აქტიური და თიამატი არის პასიური საწყისი. ეხლა მე იმ ცოდნას ვუბრუნდები იმას, იქიდან ის არის ყველაფრის თავი. მთელი ცენტრია ეს ცოდნა. ეხლა მე რასაც ისე ვიმეორებ ხელმეორედ იმ ძველ მასალას, რომელიც მე ნათქვამი მაქვს. ამიტომ ჩვენ მოძღვრავს თვითონ შუმერული მითოლოგია, რომ ღვთაებრივი ცოდნას ყველანაირი არსებული სიცოცხლე დედამიწაზე, რომელიც არის გაჩენილი ბუნებით, ეს შექმნილი არის ცეცხლის ენერგიის სტიქიით. ესე იგი, მე მინდა ვთქვა ის ამბავი, რომ ცეცხლის ენერგია ჩვენს კოსმიურ სტიქიაში ითვლება მოწინავე ენერგიად. ცეცხლი არის ფაქტიურად ცეცხლი არის მთავარი, ესე იგი, საწყისი ელემენტი კოსმიურ სტიქიაში. და ეს ცეცხლი ფაქტიურად წარმოქმნილი არის ეთერული სამყაროსაგან. მაგრამ ეთერული სამყარო რისგან არის წარმოქმნილი? აი ახლა ჩვენ შევეხეთ ახლა ეთერულ სამყაროს. ეთერულ სამყარო წარმოქმნილი არის ქაოსისაგან. ქაოსი ეს იგივე თიამატის მლაშე წყალია. ანუ დედრული საწყისი სამყარო. დედრული საწყისი პასიური სამყარო. ესე იგი, ქაოსი ფაქტიურად არის სიბნელე, კოსმიური სიბნელეა. ესე იგი, მე მინდა ვთქვა ის ამბავი, რომ კოსმიური სიბნელე და ეს არის ეს კოსმიური სიბნელე ფაქტიურად წარმოადგენს ქვედა სამყაროს. სამყაროები არის ორი. ერთი სამყარო არის ზედა, მეორე სამყარო არის ქვედა. ზედა სამყარო არის ღვთაებრივი, ქვედა სამყარო არის კოსმიური. მაგრამ მათ შუა არის, ასე ვთქვათ, სასუფეველი. სასუფეველს ეძახიან იმას, რომ ფაქტიურად კოსმიური სამყაროს შემდეგ ადამიანი და ნებისმიერი ცოცხალი არსება მიდის სასუფევლისაკენ. სასუფეველი არის ძველი ქართული სიტყვა, რომელიც ნიშნავს განვითარებულ, რაფინირებულ სამყაროს, რომელიც არის შუამავალი ღმერთსა და კოსმიური სამყაროს შორის. ესე იგი, სასუფეველი არის ბროლის ცა. ანუ უпроსორედ კოსმიური ცა არის ორი სახის. ერთი სახის არის ჩვეულებრივი ბნელი კოსმოტი, ბნელეთის კოსმოტი, ამას ეძახდნენ, უწოდებდნენ ბნელეთის შვილებს, კოსმიურ არსებებს უწოდებდნენ ბნელეთის შვილებს და ზეციურ არსებებს
ზეციური არსებები, ანუ ზებუნებრივ არსებებს, ღვთაებრივ არსებებს უწოდებდნენ ნათელი სამყაროს შვილებს. და რახან ამ ორ სამყაროს შუა არის კიდევ ასე ვთქვათ ბროლისა, რომელსაც უწოდებენ სასუპეველს. ეს სასუპეველი არის ფაქტიურად არა მომაკვდავი სამყარო, არამედ უკვდავი სამყაროს შესაქმე. უпроსეროთ რომ ვთქვათ, კოსმოსი არის მომაკვდავი სამყარო და სასუპეველი წარმოადგენს უკვდავი სამყაროს მარადიულ სიცოცხლეს, რომელიც მერე თავისი განვითარებას, უფრო განვითარებას ღებულობს ღვთაებრივ სამყაროში. მე მგონი ეს გასაგები იქნება, არა? ესე იგი, ჩვენ დავახასიათეთ სამი ძირითადი სამყარო. პირველი არის ღვთაებრივი, მამა ღმერთის სამყარო, ამას ეძახიან პლერომულ სამყაროს და სხვათა შორის სასუპეველი შედის პლერომულ სამყაროში. და მეორე სამყაროს უწახიან არხონტულ სამყაროს, კოსმიურ სამყაროს უწოდებენ არხონტულ სამყაროს. ესე იგი, პლერომული სამყარო გადაბმული არის ბროლის ცასთან, ანუ ასე ვთქვათ, სასუპეველთან. მაგრამ არხონტული სამყარო არის კოსმიური სამყარო არის ცალკე. იმიტომ რომ კოსმიური სამყარო არის ფაქტიურად ბნელი სამყარო. თუმცა კოსმოსიც არსებობს ნათელი, მაგრამ ის ნათელი წარმოქმნილი არის ბნელი სამყაროს სპეციფიკური ელემენტებისაგან. ნუ ახლა გავაგრძელოთ ამ თემაზე საუბარი, რას ნიშნავს ის ნათელი საწყისი. ნათელი საწყისი ფაქტიურად არის მზე, მზის სისტემები და პლანეტები. ესე იგი, ჩვენ ხედავთ ვენერას ცაზე რო გავლით შუადღისას შეიძლება საღამოს დაისი ან აისის დროს ხედავთ ჩვენ პლანეტა ვენერას. და პლანეტა ვენერის გამონათება მაგალითად დაისის დროს სხვანაირია, აისის დროს სხვანაირი. აისი არის დილის საათები, დაისი არის მოსაღამოებისას. ესე იგი, ვენერა არის იმ დროს ნათება ვენერა, როდესაც ის მზის წინ არის. მერკური იმდენად პატარა პლანეტა, რომ ჩვენ მას თვალით ვერ შეუერღებელი თვალით ვერ დავინახავთ. შეიძლება გაზაფხულზე დაინახოს ადამიანმა, რა ზამთარში ვერ დავინახავთ. ესე იგი, რას მოძღვრავს ჩვენ ახლა ცოდნა იმისი, რომ აი ეს სიცოცხლე დედამიწაზე არსებული ბუნება შექმნილი არის ცეცხლის ენერგიისაგან, ცეცხლის სტიქიისაგან. ცეცხლი წარმოადგენს ეთერულ სამყაროს, მაგრამ ეთერული სამყარო არის კოსმიური სამყაროს შესაქმე. ანუ ეთერულ სამყაროსაგან წარმოქმნილი არის მთელი რიგი კოსმიური, ესე იგი, ფაქტიურად ელემენტები, რომელსაც ჩვენ ვეძახით მაგალითად იგივე კოსმიურ ენერგიას, მაგალითად კოსმიურ, ასე ვთქვათ, მტვერს, მაგალითად კოსმიური, ასე ვთქვათ, ესე იგი, მოხეტიალე, ასე ვთქვათ, ის არის რა ქვია კოსმიური პლანეტების ქვები რო არიან, რომელსაც ცეცხლი ეკიდება, იმდენად მაღალი სიჩქარე დადის, ასე ვთქვათ, მთვარე, ვენერა, დედამიწა, ნუ ჩვენი კოსმიური სისტემაზე რასაც ვლაპარაკობთ. და მზე, ესენი სულ ყველა წარმოქმნილი არიან ეთერული სამყაროს ელემენტებისაგან. ეთერული სამყარო კიდევ გამეორებ, ეს არის ესე იგი, ეთერული სამყარო ეს არის ფაქტიურად კოსმიურის საწყისი საამშენებლო მასალა, რომელსაც ჩვენ ვეძახით ქაოსს, უწოდებთ ქაოსს. ესე იგი, ქაოსი არის მთავარი უკვე კოსმოსში, რომელიც არის გაიგივებული ცეცხლთან და ცეცხლის ელემენტს რომ შეხედავს ადამიანის, სხვათა შორის შეიძლება ითქვას, რომ ცეცხლს რო ვანთებთ ჩვენ, ხედავთ რომ ის არის წითელი ზემოთ, ძალიან გავარვარლებული, ქვემოთ მერე ლურჯი მოდის და ლურჯის ქვემოთ კიდევ რაღაც შავი მასალა. აქედან ჩვენ შეგვიძლია დავასკვნოთ ის ამბავი, რომ ესე იგი, ცეცხლი შეიცავს თვითონ თავად პირველ ელემენტს კოსმიური სამყაროს მატერიალური ქმნილების საფუძველში. ესე იგი, ცეცხლი და ჰაერი, ეს არის ლურჯი და წითელი, შავი მოშავო-ფერი, რომელიც ბოლს აქმნის, ის არის მიწა და წყლის ელემენტი. ესე იგი, ცეცხლისაგან წარმოიქმნა, ესე იგი, ჰერმესი ლაპარაკობს, რომ წარმოქმნით ცეცხლისაგან მიწას. ესე იგი, რასაკვირველია, ცეცხლისაგან პირდაპირ შეიძლება მიწა წარმოიქმნეს, მაგრამ ცეცხლი ქმნის ჰაერს, ჰაერი ქმნის წყალს, წყალი ქმნის მიწას. აი ესეთი გადაბმული თვისებებია. ესე იგი, კოსმიური ელემენტები
არის კანონზომიერებით პირველი მოწინავე ყველაზე მთავარი ელემენტი არის ცეცხლის ელემენტი. ამიტომაც ცეცხლის ელემენტი კოსმოსში არის საწყისი მატერიალური სამყაროს სამშენებლო მასალის ყველაზე საწყისი მთავარი ელემენტი. და ამიტომაც ხედავთ ჩვენ კოსმოსში გამონათებას ცეცხლის ელემენტისაგან, რომლისაგანაც შედგება მისი მზეები, მზის სისტემები და პლანეტები, ისინი სულ ყველა არიან ცეცხლის ელემენტები. და ამ შუქზეა ლაპარაკი, ამ სინათლეზეა ლაპარაკი. ეს ფაქტიურად იგივე კოსმოსიდან წარმოქმნილი სინათლეა. მაგრამ ეს სინათლე არ არის მაგალითად ისეთი სინათლე, როგორიც მაგალითად ღვთაებრივ სამყაროშია, პლერომულ სამყაროში. პლერომულ სამყაროს სინათლე არის ბუნებრივი სინათლე. ბუნებრივი სინათლე ნიშნავს იმას, რომ იქ არის ფაქტიურად სინათლის, ასე ვთქვათ, არსებები, ზებუნებრივი არსებები, რომელსაც მართავს სულიერი სამყარო. ესე იგი, იქ არის აბსოლუტურად მთლიანად პირწმინდა სულიერი სამყარო და ანგელოზთა იერარქია. ესე იგი, მე შემიძლია ვთქვა, რომ ზებუნებრივი სამყარო მართლობს ფაქტიურად კოსმოსსაც და ბროლისაზეც, ანუ სასუფეველზე. ესე იგი, მე შემიძლია, ეხლა სასუფეველი აქ ხალხი ზოგიერთ სხვანაირად ესმის სასუფეველი, მაგრამ ეს განმარტება არის ჰერმესიული განმარტება სასუფეველზე უწოდებ ჩვენ და აქ ზოგჯერ რელიგიურად სასუფეველს სხვა რაღაცას უწოდებენ. გარდაცვალების შემდეგ რო ადამიანი მიდის რომელიღაც სამყაროში და არც ეგ არის რო იცოდეთ შორს იმისაგან რომ თუ მაგალითად ადამიანი გარდაცვლილი ადამიანი არის ძალიან სულიერად განვითარებული შეიძლება პირდაპირ მოხდეს სასუფეველში. ეგეც არ არის გამორიცხული. ამიტომაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ის ამბავი რომ კოსმიური ეთერიული სამყაროს სიცოცხლის ენერგია პრანა, კერძოდ ცეცხლის ენერგია გარდაქმნილი ასე ვთქვათ პლაზმური გაზები. გაიგეთ? ჟანგბადი, წყალბადი, ოზონი, მენტალი და ესე იგი სხვადასხვა გაზის სისტემები, გაზოვანი სისტემები. დაგროვებული არის საცოცხლო ძალების ბუნება. აი ესენი ქმნიან სულ ყველა ერთად ფაქტიურად თუ ვილაპარაკებთ, ოდესღაც დედამიწაც 3 მილიარდი წლის წინათ იყო გახურებული, გავარვალებული ცეცხლი. აი უცბად სოფელში თუ გინახიათ ნახშირის პეჩები, რომელიც წითლად ღუის, რო აანთებს, რო გადახედა, რო ახტი თავს და დაინახავ წითლად ღუის, აი ზუსტად ასეთი იყო დედამიწა 3 მილიონი წლის წინათ. მაგრამ დღევანდელ დედამიწას რო შეხედავ, აბსოლუტურად განსხვავდება. ესე იგი, ის ცეცხლის ენერგია, რომელიც დედამიწას აძლევდა, ესე იგი, სიმხურვალეს, იგი ფაქტიურად შევიდა დედამიწის ბირთვში და ზემოთ გაცივდა ის, ასე ვთქვათ, დედამიწის ქერქი. მაგრამ ამ პერიოდში, სხვათაშორის ეს მილიონი წლების განმავლობაში ხდებოდა ეს ცვლილებები. ამ პერიოდში უნდა ვთქვათ ის ამბავი, რომ დედამიწის ქერქი, რომელსაც ფაქტიურად არ გააჩნდა თავისი ატმოსფერო, დედამიწამ თავის შინაგანი ატმოსფერო, ესე იგი, ლავა, გახურებული ლავა გამოიტანა გარეთა ენერგიაში, როგორც ვულკანი და ამ ვულკანისაგან წარმოიქმნა ასე ვთქვათ გაზისებური სისტემა, რომელიც შემდგომში ის გაზისებური სისტემა გასუფთავდა და წარმოიქმნა იმისაგან ოზონი და ჟანგბადი და წყალბადი უпроსორად. ამიტომაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ატმოსფერო, დედამიწის ატმოსფერო თვითონ დედამიწის ფიზიკური სხეულისაგან, შიგნითა სხეულისაგან არის წარმოქმნილი. ესე იგი, ასეთი თვისება აქვს დედამიწას და საერთოდ კოსმიურ ელემენტებს, რომ ისინი ფაქტიურად არიან დედრული სახის პლანეტების მხურვალე და მამრული სახის პლანეტების მხურვალები არიან, მაგრამ როდესაც დედამიწა გაცივდა, მან შეასრულა უკვე დედრული საწყისის, ესე იგი, ელემენტის თვისება. დედრული საწყისის ელემენტის სიტყვა, რომ მასში წარმოიქმნა უკვე ბუნება წარმოიქმნა. და ამ ბუნებაში წარმოიქმნა მიკროსამყაროს სიცოცხლე. ესე იგი, სხვადასხვა მარსი მამრული სამყაროს ელემენტია, მაგრამ მარსეთა წარმოიქმნა სიცოცხლე, მაგრამ მარსმა დაკარგა თავისი ატმოსფერო. დედამიწას ჯერ არ დაუკარგოს, მეთმან ურჩნას, დედამიწას ატმოსფერო არ ქონდეს, მაშინ ჩვენც ვერ ვიარსებებდით, ვერავითარ შემთხვევაში. ჩვენ დედამიწის წყალობით ვარსებობთ, ცოცხლები ვარ დედამიწის წყალობით. აქედან დასკვნა ის არის, რომ ესე იგი, მინერალური, მცენარული, ასე ვთქვათ, ცხოველური და ადამიანური სამყარო
წარმოიქმნა დედამიწაზე. ახლა ჩვენი მთავარი მიზანია გავიგოთ ადამიანის წარმოშობის საფუძველი. ჩვენ ხედავთ რომ ცხოველური სამყაროს საწყისი წარმოადგენს მცენარეული სამყარო, მცენარეული საწყისის ასეც კი წარმოადგენს მინერალური სამყარო. მინერალური სამყარო არის ყველაზე პირველი ელემენტი ორგანული სამყაროსაგან, პირველი ელემენტია, რომელიც ქმნის მცენარეთა სამყაროს. და მცენარეთა სამყარო გადაჭვაწვას აკეთებს ცხოველურ სამყაროსთან. გავჩერდეთ უკვე, რადგან ცხოველურ სამყაროსთან მივედით, ჩვენ დავინახეთ, რომ ცხოველურ სამყაროში მაიმუნის ჯიში არის ყველაზე განვითარებული სახეობა, რომელიც გავს ფაქტიურად თითქოს ვითომ გავს ადამიანს, მაგრამ მაიმუნი მაინც ცხოველია, იგი ადამიანი არ არის. ამიტომაც ჩვენ შეგვიძლია შუმერულ ეპოქაში მაიმუნებს ფაქტიურად უწოდებდნენ პრიმატებს. პრიმატი ნიშნავდა იმას, რომ მაიმუნს არ ქონდა განვითარება და აზროვნება არ გააჩნდა. ის თავისი ბუნებით მაინც ცხოველი იყო. თუმცა კი გავდა ადამიანს. ამიტომაც ღმერთებმა, უпроსორეთ შუმერულმა ღმერთებმა, რომელიც იყო ფაქტიურად ენლილი და ენკი, ეს ორი ღმერთი ყველაზე მთავარი ღმერთია. ენკი არის შუმერული ღმერთი ფაქტიურად, რომელიც მბრძანებლობს ასე იგი დედამიწის ატმოსფეროს, ჰაერის სამყაროს და ესე იგი და ცეცხლს ფაქტიურად, მაგრამ ენლილი ენკი კი არა, ენკი არის ამის მმართველი და ენკი არის დედამიწისა და წყლის სამყაროს მდედრული საწყისის მმართველი. ესე იგი ენკი ფაქტიურად მეორენაირად ეძახდნენ იას. მაგრამ ძველ შუმერულ ასე ვთქვათ ია მაგალითად ებრაელურად არის იახვე, ღმერთი იახვე, მაგრამ ძველ შუმერული ასე ვთქვათ ხურიტულ სუბარული ენით ია იყო იადანანა. იადანანას ეწოდებოდა სახელი, ეს იყო ღმერთის სახეობა. ესე იგი შუმერული ქალდეული, ესე იგი ქალდეული ვარსკვლავთმცხოვრების ღმერთის სახეობას უწოდებდნენ იადანანას. ახლა ჩვენი მთავარი მიზანი რა არის, რომ გაგაგებინოთ ის ამბავი, რომ წარმოიქმნა ღმერთების მიერ, მე შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანი არის ორი სახით შექმნილი, ორი საწყისი აქვს ადამიანს. ერთი არის ევოლუციური მხარე, მეორე სახე არის მისი ინვოლუციური მხარე. ეხლა ევოლუციური ტიპის ადამიანები, რომლებიც წარმოიქმნენ, ისინი ფაქტიურად წარმოიქმნენ სულიერი სამყაროს, ზებუნებრივი სამყაროს იერარქიებიდან წამოსულმა გამოგზავნილმა სულებმა. უпроსორეთ ღმერთმა გამოაგზავნა კოსმიურ დაბალ სამყაროში სულები, ადამიანთა სულები. ეს პერიოდი ფაქტიურად იყო უკვე სიცოცხლის წარმოქმნის პირველი საწყისი საფუძველი, რომელსაც ჩვენ უწოდებთ ლემურის ეპოქას. ლემურის ეპოქა ფაქტიურად იყო საწყისი ეპოქა. ლემურის ეპოქაში ვითარდებოდა ფაქტიურად ადამიანის სულის განვითარება, რომელიც უკვე იძენდა ფაქტიურად ასტრალური სამყაროს საშუალებით უკვე ფიზიკურ სხეულს. ესე იგი, ეს ადამიანი ფაქტიურად იყო პლერემულის თავის სულიერი წარმოშობით საფუძველით წარმოადგენდა პლერემული სამყაროს არსებითობას, თავის სულიერი განვითარებით. ჩვენ ყველაზე მთავარია გვაინტერესებდეს ადამიანის სულიერი სამყარო, საიდან მოდის. და ფიზიკური სამყაროს არ აქვს მნიშვნელობა. იმიტომ რომ ფიზიკური სამყარო არის დაბალი სამყარო და ის არის ფაქტიურად ლეში, უпроსორეთ და ფიზიკური სხეული გარდაცვალების შემდეგ უკვე ფაქტიურად არაფერს არ წარმოადგენს. და სული ეს არის მარადიული სიცოცხლის წარმომქმნელი ასე ვთქვათ განვითარების საფუძველი. ამიტომაც ის ადამიანი, რომელიც პლერემული სამყაროდან, ღვთაებრივი სამყაროდან გამოგზავნილი სულიერი სამყაროა, სულია ფაქტიურად, ადამკადმონის სულია. ეს ნიშნავს იმას, რომ იმ ადამიანს წილად ხვდათ დედამიწის განვითარებასთან ერთად ევოლუციური განვითარება. ჩვენ იმათ ვეძახით პირველ ყოფილ საწყის ადამიანებს, მაგრამ ისინი ჩვენ ეხლა უწმუნო ადამიანებისთვის ეს პირველ ყოფილი ადამიანები იყვნენ ფაქტიურად, მაგრამ სინამდვილეში ისინი იყვნენ ევოლუციური ტიპის ადამიანები, რომლებსაც დაბალი საფეხური ჰქონდათ ცხოვრების მართალი არ იყო დედამიწაზე განვითარებული ცხოვრების საფუძველი მაღალ დონეზე.
და ამიტომაც დაბალი საფეხური და ნუ ეხლა ეს ხალხი ფაქტიურად კრემანიულები და ასე ვთქვათ მეორე სახის ადამიანები, ესე იგი ჰომო საპიენსის წარმომადგენელი ჰომო საპიენსები ჩვენ ვართ ეხლა. ჰომო საპიენსი ფაქტიურად 1000 წლის უკან წარმოიქმნა და კრემანიულები და ნეანდერტალელები ეგენი წარმოიქმნა უფრო ლემურის ეპოქაში. მაგრამ ესენი იყვნენ ფაქტიურად ადამიანები. ისინი ვითომ გადაშენების გზაზე იყვნენ დასულები, მაგრამ ნურას უწოქებსარავად არავითარ შემთხვევაში ისინი გადაშენების გზაზე კი არ იყვნენ. მათმა მოახდინეს ტრანსფორმაცია. სულის განვითარებით ისინი გახდნენ უკვე კოსმიური, ასე ვთქვათ, დაწინაურებული არსებები, ასე კოსმოსში დაწინაურებული არსებები, რომელსაც ჩვენ ეძახით, ჩვენ უწოდებთ ფაქტიურად ასე ვთქვათ, პირველი კოსმოსში ასეთი არსებებია, ჩვენ რო დავიწყოთ ეს მისი აღწერა ფაქტიურად პირველი არის ფაქტიურად დემონური წარმოშობის ადამიანი. მეორეს ეძახიან ფაქტიურად დემიურგიული წარმოშობის ადამიანი. მესამე არის ფაქტიურად ლემურიული წარმოშობის ადამიანი. მეოთხე არის ფაქტიურად ისეთი ადამიანი, რომელსაც ინდოელები უწოდებდნენ ასურებს, ასურული წარმოშობის ადამიანი. ხედავ რამდენი სტილის ადამიანები იყვნენ. ესე იგი, დემონური ტიპის ადამიანებს ფაქტიურად ინდოარიულ ენაზე ეძახდნენ დევებს. დიდი მოცულობის ტიტანები იყვნენ. ძალიან მაღალი მოცულობის ტიტანები იყვნენ და ამიტომაც მათ ჰქონდათ ფიზიკური სხეული დაახლოებით ყველაზე პატარა, ყველაზე ცოტა იყო, თქვათ მაგალითად მათ ჰქონდათ 12 მეტრი, 12 მეტრზე მაღლები იყვნენ და ზოგიერთი 40 მეტრამდე ადიოდა. ანუ ტიტანებს ეძახიან მეორე ჰომო ტონკოსეიერები იყვნენ ესენი. ჰომო ტონკოსეიერი ისეთი რთულია ეხლა ჩვენ ლათინურ ენაზე რომელიც არის დაწერილი ლათინურ ენით გადმოთარგმნა ძალიან რთული არის და მიჭირს ამის თქმა გამოთქმები ძალიან. ჰომო ტონკოსეიერები წარმოადგენდნენ ტიტანური და ესე იგი დეურის ესე იგი მაღალი ტიტანური აგებულების გოლიათი ადამიანების სახეებს. ისინი გადაშენდნენ, მაგრამ არ გადაშენდნენ ისინი. ფაქტიურად კოსმოსში ყველაფერი ახდენს ტრანსფორმაციას. დაბალი საფეხურიდან გადადის მაღალ საფეხურში. ისევე როგორც კრემენიალები და ნეანდერტალელები გადავიდნენ მაღალ სახეში. ესე იგი, მაღალ სახეში გადავიდნენ, მათგან წარმოიქმნენ შუმერულ ენაზე რო ვილაპარაკოთ, მათგან წარმოიქმნენ ისეთი ასე ვთქვათ, ადამიანების მსგავსი, უფრო განვითარებული არსებები, რომელსაც უწოდებდნენ ანუნაკებს და რომელსაც უწოდებდნენ ჰიგიებს. ჰიგიები და ანუნაკები, ესენი იყვნენ ღმერთის პირდაპირი მსახურები. ღმერთების პირდაპირი მსახურები. ეხლა, თუ კი ღმერთებზე დავიწყებ ჩვენ ლაპარაკს, ღმერთები არის ორი სახის საწყისი, ღვთაებრივი ესე იგი იერარქიის. ორი სახის პირველი ღვთაებრივი ისინი რომლებიც პლერომული სამყაროდან მოდიან, რა თქმა უნდა, ღმერთის დანიშნულებით, ესენი არიან ფაქტიურად დემიურგი და ლოგოსი. უпроსორეთ ლოგოსი ფაქტიურად ზეღვთის სამყაროდან მოდის. აი ქრისტე საიდანაც მოდიოდა, იქიდან მოდის ლოგოსი. მაგრამ დემონები ფაქტიურად იყვნენ ღმერთისგან გამოგზავნილი, ფაქტიურად მამა ღმერთისგან გამოგზავნილი, ესე ვთქვათ, უფრო დაბალი რანგის იქ ზეციურ სამყაროში უფრო დაბალი რანგის ესე იგი ღმერთები, რომლებიც კოსმოსში გახდნენ დემიურგები. უпроსორეთ რო გითხრათ. კოსმოსში რო გახდნენ ისინი დემიურგები, მათ შეიქმნეს ფაქტიურად ისეთი კოსმოსში იმდენად განვითარდნენ, მაღალ დონეზე განვითარდნენ, რომ მათ უკვე თავისი ტრანსფორმაცია მიაღწიეს ბროლის ცას. ესე იგი, ბროლის ცა არის განვითარების ესე იგი სამყაროს ესე იგი მარადიული სამყაროს უკვდავების სამყაროს განვითარების ესე იგი ცა არის. იქ და იქ ესე იგი შექმნეს მათ უпроსორეთ გადასაადგილებელი ტრანსპორტი, რომელსაც ჩვენ ვეძახით ფაქტიურად აი დღეს მაგალითად ამას თეფშებს ეძახიან, მაგრამ ისინი არიან ესე იგი კოსმოსში მოძრავი ხომალდები. ღმერთებს ყველა ღმერთს ჰქონდა თავისი ხომალდი. არ გაგვიკვირდეს ეგ ამბავი, ისე რომ ხომალდები ეს დღევანდელ პერიოდში რო უყურებ და გვიკვირს, ეს ხომალდები იყო იმდენი შუმერების დროს, შუმერების წინა პერიოდში, შუმერების დროს არ იყო უკვე ისინი წასულები იყვნენ იქიდან. შუმერების წინა პერიოდში, სანამ შუმერები მოვიდოდნენ, მანამდე იყო ეს.
ეს ხომალდები იყო კოსმიური ხომალდები ძალიან ბევრი მოდი იყო ფაქტიურად. ფაქტიურად მთვარე შექმნილი არის ხელოვნური პლანეტა, რომელიც არის ხომალდისაგან შექმნილი, კოსმიური ხომალდისაგან არის შექმნილი. ამიტომაც ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ ადამიანების სახეები, რომლებიც განვითარებას ღებულობდნენ, ისევ დაუბრუნდები ადამიანს, ღებულობდნენ ადამიანურს და ამავე დროს ღმერთებს ყავდათ მუშახელი აინტერესებდათ, ესე იგი ღმერთებს უნდათ რომ ესე იგი ატმოსფეროსათვის ოქროს საბადოები იყო, ოქროს საბადოებში ემუშავათ, მუშახელი არ ყავდათ, ჰიგიები და ფაქტიურად ანუნაკები მაღალი რანგის მოაზროვნე ესე იგი ფაქტიურად ელოხიმები იყვნენ და ისინი ამ შავ სამუშაოს ვერ შეასრულებდნენ, უჭირდათ. ამიტომაც ღმერთმა გადაწყვიტა რომ როგორც გილგამეშის ეპოქაში არის დაწერილი ასეთი რაღაცა რომ გილგამეშმა ასე ვთქვათ აიყვანა მართუ ფაქტიურად ეს არის ველური ადამიანი. ველური ადამიანი არ არის, ჯერ ცხოველია ფაქტიურად, ნახევრად ცხოველია, ნახევრად ადამიანია. მართუ რომელიც უწოდებდნენ ენქიდუს, რომელსაც დაარქვა სახელი ენქიდუ. დუ ნიშნავს იმას, რომ ის ენქი არის ღმერთისგან შექმნილი ფიზიკურად, მაგრამ დუ ნიშნავს უკვე რომ მისი სულიერი სამყარო არ მოდის პლერომული სამყაროდან. ის იყო მაიმუნი და მას გააჩნდა სამშვიდელი. და ამიტომაც ასეთი ტიპის ადამიანები უკვე როდესაც უკვე გახდნენ ადამიანები და მათ მეტყველება ისწავლეს სხვათა შორის, მაგრამ ეს ადამიანები იყვნენ მონურუსულისკეთების ხალხი, რომლებიც ასრულებდნენ რობოტულ მოქმედებებს, რობოტული მოქმედებები ჰქონდათ, მათ არ ჰქონდათ აზროვნების უნარი, რომ თვითონ ესე იგი თავისი აზროვნების საშუალებით რაღაცები შეექმნათ. მათი მმართველები იყვნენ პირდაპირ უფრო სწორედ რო ვთქვათ, იგიები და ანუნაკები, ღმერთების მათთან მონაწილეობას არ ღებულობდნენ მათ მმართველობაში. იმდენად დაბალი საფეხური იყო. მაგრამ ამ ადამიანთა სიმრავლე ძალიან იმატა დედამიწაზე. აი დღევანდელი ხალხი ფაქტიურად იმ ადამიანების წარმოქმნის არის, ბევრი შეიძლება იყოს შერეული ამ ადამიანებთან. გამიგეთ? აი რა განსხვავება იმ ადამიანებს შორის, რომლებიც არიან წარმოქმნილნი, ასე ვთქვათ, პრიმატებისაგან და რომლებიც არიან წარმოქმნილი ადამიანისაგან. ადამიანის ესე იგი შთამომავლობა მოდის ადამ კადმონის ესე იგი ღვთაებრივი სამყაროდან, სულიერი სამყარო იმას იქ ქონდა, იქიდან წამოვიდა. ამიტომაც ის უკვდავი იყო და პრიმატი არ იყო უკვდავი. პრიმატი იყო შავი სამყაროს წარმომადგენელი და იქ იყო მომაკვდავი, შავი სამყაროს მომაკვდავი წარმომადგენელი. ფაქტიურად ჩვენმა ადამიანებმა ისინი რომლებიც არიან წარმოქმნილები ადამიანური სამყაროს სულებისაგან იმათაც მომაკვდავი ფიზიკური სხეული აქვს და ამ პრიმატებსაც მომაკვდავი ფიზიკური სხეული აქვს. ამიტომ ჩვენ ფიზიკური სხეულით ვერ განვასხოვებთ ადამიანებს. შეიძლება ისინი განვასხოვოთ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ სულიერი, ესე იგი თავიანთი სულიერი განვითარებით. აი დღესაც ეს სულიერი განვითარება მაგალითად ასტროლოგიაში და ასტროსოფიაში ასე ლაპარაკობენ. დრამატიული სამყაროში არსებობს ასეთი აზრი, რომ ადამიანები, რომლებიც არიან ფსიქოსტატიკური ტიპის ადამიანები, მათ არ გააჩნიათ ასე ვთქვათ ინდივიდუალური აზროვნების უნარი, ინდივიდუალური აზროვნების გამოხატვის უნარი. ისინი არიან სულ ფაქტობრივად იმათ ეროვნებაც არ გააჩნიათ, არც ეროვნული სიყვარული აქვთ, არც სამშობლოს სიყვარულიც არ აქვთ. გამიგეთ რაშია საქმე? და ამიტომ ეს ადამიანები მხოლოდ თავის გადარჩენის არსებობისათვის ცდილობენ, მათი მთავარი შინაარსი ცხოველური შინაარსია, ინსტინქტია, რომ გადაირჩინოს თავის თავი. და ასეთი ცხოვრება თანაც უკვე რომ ვითომ ადამიანია და ასეთი ცხოვრების საფუძველს ქმნის, ჩვენ გვიკვირს რომ რატომ არიან ასეთი ტიპის ადამიანები. ეს რომ ყველაფერი მოდის წარსულიდან. ეს ეხლა კი არ შეიქმნა. ეს წარმოიქმნა რამოდენიმე თქვათ 35-37,000 წლის უკან. და დღევანდელ პერიოდში უკვე ისე არის ეს თქვათ ეს ნამდვილი ადამიანებისა და ეს მაემუნებისგან წარმოქმნილი ადამიანების შერევა ისე მოხდა ერთმანეთში, რომ ფაქტიურად ის გენეტიკა შეიძლება მეშვიდე თაობაზე მუშაობს, მაგრამ შენ თუ თქვათ მაგალითად ქმარი არის მაიმუნის წარმომადგენელი, ცოლი არის ადამიანის წარმომადგენელი. ორთავე შვილებს რო ქმნიან, ის ნახევრად მაიმუნი და ნახევრად ადამიანის წარმომადგენელი იქნება. ესე იგი ერთს აქვს სამშვილელი განვითარებული, მეორეს სულია განვითარებული. ეხლა თქვენ არ გეგონოთ რაღაც უჩვეულო რაღაცებს ლაპარაკობთ, ეს მეცნიერული დონეა.
ეს არის სულიერი მეცნიერული დონე, რომელზედაც არ ლაპარაკობენ ამას. და იმიტომ გვიკვირს ჩვენ რომ რატომ არიან ადამიანებში დღეს სხვადასხვა ტიპის ადამიანები. ის კი არა, ერთი დედმამის შვილებიდან წარმოქმნილი ადამიანებს შორის და-ძმაც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. იმიტომ რომ ერთ სხვა გენეტიკა აქვს, მეორეს სხვა გენეტიკა. ამავე დროს მათ ესე იგი ბედის ერაში ძალიან დიდ როლს ათამაშობს თვითონ კოსმიური თქვათ მისი დაბადების პროცესი, როგორი გოროსკოპი გააჩნია. თუ გოროსკოპის არ უარგა და დაბალი საფუძველიდან არის წარმოქმნილი არა, ის ადამიანი არის პრიმიტიული ხასიათის ადამიანი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის პრიმიტიული რახან არის, იმას თანამდებობა არა აქვს. ან რაღაც ისეთი რაღაცა შეიძლება სოციალურ საფუძველში ასეთი ადამიანები იყვნენ თანამდებობის პირები. შეიძლება ასეთი ადამიანები იყვნენ პასუხისმგებელი პირები, საზოგადოების პასუხისმგებელი პირები. გაიგე, შეიძლება ადამიანებს ჰქონდეთ დაკავებული მაღალი თანამდებობა ან რაღაცები, მაგრამ დეფექტი ხასიათში მაინც შინაგან ხასიათში ის გენეტიკური თავისი წარსული კოდი მოქმედებს ადამიანის სულიერ სამყაროში. შეიძლება იმან გაიმეოროს თავისი წინაპრის, თქვათ მაგალითად 18 თაობის თავისი გენეტიკური კოდი, თუმცა გენეტიკური კოდი გადადის უпроსოდეთ 7 თაობაში. მაგრამ არის ისეთი ადამიანები, დღეს მაგალითად მახინჯი ადამიანები რო იბადებიან, ზოგი კუდიანია, ზოგს ფეხი არ აქვს, ზოგს ორი თავი აქვს, ზოგს რავი თავკუმბალები არის, რაღაცნაირები. ძალიან ბევრი ადამიანები არიან, მახინჯები იბადებიან, ზოგს ფეხი არ აქვს და ტანის არ აქვს. წარმოიდგინე და რატო იბადებიან ასეთი ადამიანები? საიდან მოვდიან ესენი? ამას ხო უნდა დაუკვირდეთ. რა თქმა უნდა, ამ პერიოდში ისინი საცოდავი ხალხი არიან და დაჩაგრულები არიან, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემო კარგებო, რეინკარნაციის საფუძველზეა ეს ყველაფერი. რაც მოგიევა დავითაო, ყველა შენი დავითაო. არც ერთმა ადამიანმა არ იცის წარსულ ცხოვრებაში რა გააკეთა. ბაბუის ნაჭავმა ტყევანმა შვილიშვილს კბილები მოკვეთა. ნათქვამია ქართულ ლანდაზაში. და ამიტომაც ამ სამყაროში არაფერი არ არის ისეთი, რომელსაც ჩვენ უჩვეულოს ხედავთ, რომ ის კანონზომიერებასთან არ იყოს დაკავშირებული. ყველაფერი არის დაკავშირებული კანონზომიერებასთან. მით უმეტეს ჩვენ კოსმიურ სამყაროში ვცხოვრობთ. ეხლა ისევ გადავიდეთ ასე ვთქვათ შეცხლის სტიქიაზე. შეცხლის სტიქია ვინაიდან კოსმოსში არის ყველაზე მთავარი, ესე იგი მთავარი ელემენტი, თქვათ მაგალითად მთავარი ელემენტი იმიტომ არის, რომ ცეცხლმა შექმნა დედამიწა, ცეცხლმა შექმნა სხვადასხვა პლანეტები ჩვენი მზის კოსმოსურ სისტემაში. სატურნი, იუპიტერი, მარსი, მთვარე და ესე იგი, მაგრამ ერთი რამე უნდა ვთქვათ, რომ პლანეტები ერთდროულად არ არის დაარსებული დედამიწაზე. მაგალითად, დედამიწა ყველაზე ადრე წარმოიქმნა. მზეც არ იყო წარმოქმნილი, როცა დედამიწა წარმოიქმნა. მინდა ვთქვა ეს ამბავი. ამიტომაც მზე არის დედამიწის შემდეგ წარმოქმნილი სისტემა, რომელმაც მოაყოლა მერე, როგორც შუმერები ლაპარაკობენ. მე შუმერული მითოლოგიით ლაპარაკობ ამას, თორემ მე თვითონ რა თქმა უნდა ასე დაბეჭდებით არ ვიცი. მე შემიძლია ვთქვა შუმერული მითოლოგიით, რომ დედამიწის წარმოქმნის საფუძველმა ყველაზე მთავარი იყო დედამიწის წარმოქმნა, იმიტომ რომ დედამიწა კოსმოსში წარმოადგენდა მიკროსამყაროს, სადაც უნდა წარმოქმნილიყო სიცოცხლის, ესე იგი დაარსების ყველაზე მთავარი საფუძველი. და რახანს დედამიწა წარმოადგენდა სიცოცხლის დაარსების ყველაზე მთავარ საფუძველს, დედამიწა უნდა ყოფილიყო ძალიან ინდივიდუალურად განსხვავებული პლანეტა, სხვა დანარჩენი პლანეტებისაგან. გინდაც იმ პლანეტებისაგან, რომლებიც ჩვენი მზის სისტემაში არ შედიან. აი ის პლანეტებიც, რომლებიც ჩვენ მზის სისტემაში საერთოდ არ არსებობს. მაგრამ პლანეტებს ეხლა თუ კარგად დაუკვირდებიან ასტრონომები, იმდენი პლანეტები აღმოაჩინეს, იმდენი პლანეტები, რომ შეიძლება ჩვენი მზის სისტემის ციკით დროთა განმავლობაში იმდენი პლანეტები აღმოჩნდეს, რომ ვერც დაითვალო. ამიტომ ჩვენ ეხლა ძირითადში ჩვენი ტექნიკური შესაძლებლობით, ну რა თქმა უნდა, ტექნიკური შესაძლებლობა საბჭოთა კავშირზე ვლაპარაკობ, მე თორე ამერიკას აქვს ტექნიკური შესაძლებლობა. ძალიან მწირია და ჩვენი საბჭოთა მეცნიერები
ისე შორს რუსე საბჭოთა მეცნიერებს იმიტომ ლაპარაკობ რუსები იყვნენ ძირითადად ამ სფეროში მუშაობდნენ ქართველებიც იყვნენ თითოეულა მაგრამ ძირითადად რუსები იყვნენ ასტრონომები და ისინი ლაპარაკობენ დღეს ისეთ რაღაცებს Facebook-ში რომ რაღაც ვითომ სასწაულებს და თავისი აზრით გონიათ რომ ძალიან წინ არიან წასულები და რაღაც ზაფხულის სისულელებს ლაპარაკობენ. ზაფხულის სისულელი ის არის რაც სინამდვილეში არ არის. მე მაგალითად ყველაფერს ლაპარაკობ მითოლოგიის თვალსაზრისით. ეს ყველაფერი მასალა მითოლოგიაშია მოცემული, შუმერულ მითოლოგიაშია. მე არ გადავუყვევ არავითარ შემთხვევაში და არ მოვიგენებ ისეთ რაღაცას, რომელიც ჯერ დაარსებული არ არის და არავის არ უთქვას. მე შემიძლია ვთქვა რომ ეს შუმერული მითოლოგიიდან მოდის ყველაფერი ეს აზრი. იმიტომ რომ მე კარგად ვიცი ფაქტიურად რას წარმოადგენს კოსმოსი, კოსმიური კანონზომიერება, ვიცი მაგალითად თქვა კაბალა, ვიცი მაგალითად ჰოროსკოპი, როგორ კეთდება და თითოეული ჰოროსკოპი როგორ უნდა შედგეს და რაღაცები და ეს ცოდნა არ გეგონოს თქვენ რომ მეგობრებო რომ ეს ცოდნა მწირი არ ძალიან დიდი ცოდნა არის სულიერი მეცნიერებისათვის. თანაც ოკულტური მეცნიერებასაც ძალიან კარგად ვცნობ. და ეს ოკულტური მეცნიერება არის უპირველეს ყოვლისა ყველა ადამიანს არ შეუძლია რომ ეს ისწავლოს. მე ვთქვი რომ ადამიანებში არის განსხვავება რომელსაც ოკულტური აზროვნებაც არ გააჩნიათ. მაგალითად რომ გინდა რომ უჩუჩინო 10 წელი რომ უთიჩინო ერთ და იგივე ოკულტურ აზროვნებაში ის ვერასდროს ვერ ისწავლოს. მისი შინაგანი მონაცემები არ აქვს, სულიერი განვითარების მონაცემები არ აქვს. ამიტომ ამ მონაცემებით არიან მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანები რომლებსაც განსაკუთრებული სპეციფიკა გააჩნიათ დაბადებაში. ამის ნიჭი გააჩნიათ, გამიგეთ რა შეესაბამება. და ეხლა მე ამ ნიჭი აღარ დავიწყებ ლაპარაკს როგორია და ამას კიდე თავისი ახსნა განმარტება აქვს ვინ რომელ წელში იბადება, რანაირ თვეში იბადება, რომელ დეკანში იბადება, რომელ იმაშია ზოდიაქოს ნიშნის მმართველობის ქვეშ იბადება. ეს ყველაფერი არის ასტროლოგიური კანონზომიერების საფუძველი. და ამ კანონზომიერებას ადამიანის ხასიათებში და ადამიანის ბედისწერის ურთიერთ საქმიანობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კოსმოსს. როგორი კოსმოსი იყო იმ დროს, როდესაც ადამიანი დედის საშვიდან გამოვიდა. ძალიან დიდი მნიშვნელობა. როგორი იყო ადამიანი ფაქტის იმ 5 წუთიან პერიოდში, როდესაც მან პირველად დაიჭყალა უпроსორედ და ჭიპი მოსრეს მის დედას. ესე იგი მე შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანის დაბადების ასპექტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ბედისწერაში. თითქმის მთელი აი ეს 5 წუთის და თქვა 10 წუთი არის ის პერიოდი, როდესაც ბავშვი იბადება. 10 წუთის განმავლობაში აი ამ პერიოდში ზუსტად მთელი ბავშვის სიცოცხლის მთლიანი ასპექტი შედის აი ამ 5 წუთის რა ქვია პერიოდში ყველაზე მთავარი მისი ბედის საბედისწერო მოვლენა. საბედისწერო მოვლენას ლაპარაკობ ჩვენ თუ როგორი იქნება მისი ცხოვრება, რანაირი იქნება მისი პიროვნული თვისება, როგორი მშობლები ეყოლებიან, რომელი მშობელი იქნება ძლიერი, რომელი იქნება სუსტი, როგორი სიყვარული ექნება ადამიანს, როგორი პარტნიორული თანამშრომლობაც ოფნური ცხოვრება, როგორი მერცისთან დაახლოების ნიჭი ექნება, რომ წმენა შეითვისოს, როგორი სიკეთე აქვს, სიყვარულის უნარი აქვს თუ არა, სიბრძნის უნარი აქვს თუ არა და საერთოდ ერთი რამე უნდა ვთქვათ, რომ სიყვარული და სიბრძნე ეს არის ღვთაებრივი ნიჭი. თუ ადამიანს ეს ორი სახის ნიჭი გააჩნია, ის უკვე პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, რომ ის არის ღვთაებრივი პიროვნება. არ გვეუბნოს ჩვენ, რომ ადამიანები ღვთაებრივი ნიჭის ეს ორი სახეობა, სიბრძნე და სიყვარული და რწმენა, მესამე, რომელიც დამატებულია, ეს არის ყველა ადამიანის ხვედრი. არა, ჩემო კარგებო, ყველა ადამიანის ხვედრი არ არის ესა. ადამიანის დაბადების ჰოროსკოპს რო შეხედავ, იმდენ რამ ნაკლიანობას დაინახავ ადამიანში, იმდენ რამ ნაკლიანობას დაინახავ, რომ პირდაპირ იმისი თქმაც არ შეიძლება და ვერ ეტყვი პირდაპირ ადამიანს მაგის შესახებ. და ამიტომაც ეხლა ჩვენ მაინც დროში ვზივართ და საუბარს ვერ გავაგრძელებთ, იმიტომ რომ დრომ ამოიწურა, ჩემი დრო ამოიწურა. ამიტომაც ძვირფასო მსმენელებო, მადლობას მოგახსენებთ იმისათვის, რომ ყურადღებას მაქცევთ და მისმენთ იმ ადამიანებს და დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.